Presenting your first fighter out of the blue corner. Please welcome Yusuf Emre Atmaka. ბრძოლა იქნება, ეხლა სანამ მე იქ ქართზე გადავალთ, ეს ბრძოლა ასევე იქნება K1-ის წესებს დავუბრუნდებით. ახმედოვი versus ატმასა. ახმედოვი წარმოადგენს საქართველოს, ხოლო ატმასარი წარმოადგენს თურქეთს, თუ სწორად ვკითხულობ მის გვარს. უკაცრავად მე ვფიქრობ, რომ ატმასა არის სწორად. ორივე მებრძოლი არიან 21 წლის, მსგავსი ანთროპოლოგიით 175 სანტიმეტრი არის ახმედოვი და 180 სანტიმეტრი არის ატმასა. ახმედოვს აქვს ჩატარებული 10 ბრძოლა, 9 გამარჯვება, 1 მარცხი და 3 გამარჯვება აქვს ატმასას, თურქეთის წარმომადგენელს. 3-ვე გამარჯვება აქვს ამ სამ ბრძოლაში. 3 რაუნდის ფორმატში ჩატარდება ბრძოლა და ეს არის ბოლო პრელიმინარი ბრძოლა. Olshan Ahmedov. You know, salute the boy. You know, I'm digging my man spin beats, the ill ass cuts. Spin, keep doing your thing, baby. Who hard? ახმედოვი წარმოადგენს საქართველოს და საკმაოდ დიდი გულშემატკივარი ყავს მას ასევე არენაზე. ნახოთ ვით დაიმსახურა ამხელა გულშემატკივარი და ამხელა ოვაციები გვაჩვენებს დღეს ბრძოლას. საქართველოს წარმომადგენელი გამოვიდა რინგზე. Ladies and gentlemen, please fight 3 rounds for lightweight division in Imperial. Introducing first a K1 fighter out of the blue corner, holding a professional record of 3 wins and no losses. He stands 180 centimeters tall and weighs in 63.5 kilos. Fighting from Turkey, Yusuf Emre, the Hawk Atmaka. And now, fighting out of the red corner, a K1 fighter holding a professional record of 9 wins and 1 loss. He stands 175 centimeters tall, weighs in 63.5 kilos. Fighting from Georgia, Olshan Grey Wolf Ahmedov. And when the action begins, your referee in charge, Mr. Nami Safarov. დავიწყეთ ბრძოლა. K1-ის წესით ტარდება ჩვენი მეხუთე ბრძოლა და კიდევ ერთხელ შევახსენეთ ახმედოვი versus ატმასა. თურქეთის წარმომადგენელი. ხდება საქართველოს წარმომადგენელს. აბსოლუტურად სხვანაირ ნახატს გვაძლევს 3 რაუნდის ფორმატი. აი რამდენად განსხვავდება როგორც კრივში ახლა 3 რაუნდი მოყვარულებში და პროფესიონალების 12 რაუნდი. ზუსტად მსგავსი განსხვავება არის კიკბოქსინგში.
სტრატეგია, სხვანაირი სტრატეგია არის საჭირო, სხვანაირი აქტიურობა და თავისთავად ამ პირველი ფრაგმენტიდანაც დავინახე, აშკარად ძალიან შესაბამისი წყვილია, ან თანაბარ დონეს ვხედავ მე პირადად. კი, დაგეთანხმებია მაშინ. აბსოლუტურად თანაბარი. ძალიან აქტიურად მუშაობენ ბიჭები. აი დაუკვირდი ახმედოვი როგორ აქტიურად მუშაობს მარცხენა მუხლში. მარცხენა მუხლში არ ვიცი ეს რაღაც მზადება არის თავიდანვე თუ ახასიათებს ამ მებრძოლს, მაგრამ ვცდილობს რომ დააზიანოს ჩემი კიკბოქსინგის მწვრთნელი თამაზი ყარაგვაძაშვილი სულ ამბობდა რომ ხე უნდა ძირიდან მოიჭრასო და კიკბოქსინგში ეს სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან სწორი და საინტერესო გამონათქვამია. მაგრამ აი საინტერესოა სამ რაუნდში თუ შეიძლება ხის მოჭრა. აი ჩემი აზრით ერთი დარტყმითაც შეიძლება ხის მოჭრა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მუხლში ძლიერი დარტყმის გატარება შემდეგ ბრძოლაში შემდგომ სურათს ძალიან ცვლის, მინდა გითხრა, გადაადგილებაში გზღუდავს, დარტყმებში გზღუდავს, წონასწორობაში გზღუდავს აბსოლუტურად. აი შენ როგორც გამოცდილების მქონე კიკბოქსინგში, ხო, რა ასე თუ ისე სიტყვა? დიდის, მაგრამ შეიძლება რომ ფეხში დააზიანო ამ სამ რაუნდში, ისე რომ აი შეზღუდო მოძრაობაში, ანუ შეისაძლებელია. რა თქმა უნდა. ოხ, როგორი კარგი ხუki იყო. ასევე ძალიან კარგად აზიანებს შიდა ლოუ-კიკები. ანუ ფეხზე მუშაობას აზრი აქვს. კი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით შიდა ნაწილზე. კარგი შემოხვედრი იქნებოდა. ახმედოვი, აი ძალიან ძიმე მარჯვენა ხუკით ხდება, ხო? თუ კროსი დავარქოთ ამას. კი. ეს დარტყმა არ უნდა გაატაროს. ნაბიჯით უკან ახვედრებს ძალიან ძიმე მარჯვენა ხელს. და კარგი ტიპით დასრულდა პირველი რაუნდი. თავდაჯერებულად მუშაობს. ახმედოვი და ვფიქრობ საჯების გადაწყვეტილებაც იქნება მის მხარეს პირველ რაუნდში. ამ ბრძოლაში მე არც ერთ სპორტსმენს არ მივემხრობოდი, ორივე თანაბრად მომწონს მინდა გითხრა. კი, თუმცა აი ჩემი შეხედულებით უფრო აქტიური იყო ახმედოვი. ჩემი აზრით. უფრო ცოტათი აქტიურობის მხრივ ახმედოვი მიცემა.
ძალიან რთული დარტყმა გაატარა. ფაქტობრივად უგონოდ გაითიშა და ეს დარტყმა იყო ბრუნში. საკმაოდ ღრმა ნოკაუტი არის. ფეხით დარტყმა საკმაოდ მძიმეა, როცა თან კარგად გაქვს დამუშავებული და საკმაოდ ოსტატურად თან დარტყმა იყო ქუსლით და ღრმა თან ნოკაუტი. ხელი დაბლა ჰქონდა. კი, უსურვოთ უკეთის წარმომადგენელს მალევე აღდგენა. ეს არის სპორტი და აი ძალიან სამწუხაროა მართალია საქართველოს წარმომადგენელმა გაიმარჯვა და ჩვენთვის ეს კარგია, მაგრამ რა თქმა უნდა დასანანია, როცა ესეთ რთულ ტრავმას იღებს მებრძოლი. კი, ყველა სპორტსმენს მე მინდა უსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში და რომ ტრავმების გარეშე ჩაიაროს ყველა ბრძოლა. ბრძოლა ან გვაძლევს ჩვენ გამარჯვებას, ან გამოცდილებას. საკმაოდ უცებ მიხედეს ექიმებმა და წესით უკვე კარგად არის გამოაფხიზდეს და კი, უბრალოდ ხო, ანუ ახლა წესებს იცავენ, არ შეიძლება უცებ აყენება, შემდეგ აყენება და კი, ეს არის, მაგრამ ძალიან ძიმე დარტყმა იყო. ძალიან ზუსტი, მოდი ესე ვიტყოდი, რომ ერთად დაემთხვა სიმძიმე დარტყმის და სიზუსტე. და ჩამოწეული ხელიც დაცვიდან. აქ კონტაქტი აკუმულატორზე გადავიდა და მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებთ თურქეთის წარმომადგენელს და მივულოცოთ საქართველოს წარმომადგენელს, რომელმაც საკმაოდ კი, ძალიან ლამაზი გამარჯვება იყო. გამეორებას ძალიან კარგი გამარჯვება იყო ნამდვილად. ოსტატური დარტყმა იყო Ladies and გამოცდილებული. gentlemen, the referee has called the start of this contest, declaring the winner by knockout, კიდევ ერთხელ მინდა უსურვო ყველა სპორტსმენს ჯანმრთელობა და ტრავმების გარეშე რომ დასრულდეს დღევანდელი ივენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ტარდება კიკბოქსინგის და MMA-ის საღამო და ეხლა ჩვენ წინ გველოდება 5 main event-ი. ეხლა კი სიტყვა ჩვენს გამარჯვებულ საქართველოს წარმომადგენელს ახმედოვს. Salam aleykum, herkese akşamınızda xeyir. Çok derin teşekkürlerimi bildirirəm, çox minnətdaram gəlib biz dəstək verdiyiniz üçün. Mən yanımda İsfahan Əliyev öz müəllimi görmək istəyirəm və onun huzurunda bu yarışı təşkil edən Nərman Bayramova təşəkkürlərimi bildirirəm və İsfahan mənim yanımda görmək istəyirəm. Çox sağ olun, öpürəmanınızı var olun. İnşallah gələcək iki premium ikincini görüşərik. Hələlik. Sağ ol Özcan, təvəffüş edirəm. Sən ondan canlanmaqsan hər zaman. Hər zaman da dünya çempionusan, elə də qalıbsan. İnşallah sözümə baxdın. Ringlərə geri döndün, gözəl döyüş göstərdin. Hər birinizə yenə təşəkkür bildirirəm. Video Madlova, Megov. Sağ ol Qurunum, təbrik edirəm.